Business Insider-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი კონკრეტულ მონაცემებს აქვეყნებს. ამ მაჩვენებლებით დასტურდება, რომ ეკონომიკურ კოლაფსთან დაკავშირებით ნიკა გილაურის და გიორგი ჩუგოშვილის პროგნოზები რეალობას აცდენილი იყო. შეიქმნა სრულიად ალოგიკური ციფრები, რომელიც ვერც ერთ გაანგარიშებაში, ვერანაირ პრაქტიკულ გაანგარიშებაში ვერ ჯდებოდა და დასკვნა ერთადერთია, რომ ამ ციფრებით манипуლირება ემსახურებოდა მთავარ მიზანს, რომ მომხდარიყო პანიკური, აჟიოტაჟური მოლოდინების შექმნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. დიდი 4-ხეულის საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ADB, EBRD, IMF, მსოფლიო ბანკი, ყველა სარეიტინგო სააგენტოს, Moody's, Fitch, S&P, გაეროს ეკონომიკურ სოციალურ საქმეთა დეპარტამენტი აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის ავტორიტეტული ორგანიზაციის სარეიტინგო სააგენტოს შეფასებებთან კატასტროფულად აცდენილია. ხდება კი არასწორი პროგნოზების გაკეთება, მაგრამ ეს არის მიზანმიმართული და შეგნებული კვლავ აქცენტით დეზინფორმაციაზე, რომელიც მოკლევადიან პერიოდში გამოიწვევდა გარკვეული ტიპის ღელვარება ზარყევას. მოხდა კიდეც თუ ჩვენ შევხედავთ ლარის კურსს, ზუსტად მაშინ როცა ეს ციფრები სტირაჟირება ხდებოდა და fake news-ებად გავრცელება ხდებოდა, ამ პერიოდში იყო ლარის კურსის მერყეობა მაგალითად. დღეს აი ფაქტი სწორედ რომ ლარზე იყო მხოლოდ აი ასეთი ტიპის აჟიოტაჟური ზეწოლა და არა ფუნდამენტური. ისინი თავიანთი ამ ქმედებებით ცდილობდნენ, რომ გამოიწვიოთ ჩვენ ქვეყანაში ეკონომიკური კოლაფსი. რაც ნამდვილად არ გამოუვიდათ. რაც იყო პირდაპირი ღალატი და არის ჩვენი ქვეყნის, რაც არის პირდაპირი მავნებლობა და პირდაპირი საბოტაჟის მცდელობა. ეკონომიკის საწყისებში ვინც ერკვევა დამერწმუნება, რომ ეკონომიკას ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი კომპონენტი არის მოლოდინები, ხო? და აი ამ ძალას, აი ამ ყოფილ თანამდებობის პირებს ფინანსური ინსტიტუტიდან, ვითომ ექსპერტებს, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აფილირებულები არიან კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, ეს არის მათი პირდაპირი დავალება, რომ მაქსიმალური ზეწოლა მოახდინონ, მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ცრუ აღქმებში, ცრუ ნარატივებში აცხოვრონ ბიზნესი თუ მოსახლეობა. ჩვენ არაერთხელ ნახეთ მათი ცდელობა და ეს სურვილი, რომ ამ ქვეყანაში ჩამოიშალოს ეკონომიკა, იმიტომ რომ ეს იქნებოდა რადიკალური ოპოზიციის ერთადერთი შანსი ხელისუფლებაში მობრუნების. მათი აი ამ მოლოდინების მიუხედავად ეკონომიკა აჩვენებს სიმყარეს, მდგრადობას და სიმტკიცეს. მიუხედავად არაერთი შიდა თუ გარე გამოწვევისა, ის ეკონომიკური პოლიტიკა, რაც აქვს სახელმწიფოს, როგორც ეკონომიკის, ასევე დასაქმების სახელმწიფო პროგრამების წახალისების, მხარდაჭერის და ასე შემდეგ, ყველა მიმართულებით ერთიანობაში ეს ქმნის მტკიცე, მდგრად, ძლიერ ეკონომიკას და ეკონომიკურ პროგნოზებს.